გამარჯობათ ხალხო, გამარჯვებულები იყავით ყოველთვის. სეზონი 2, ცხელი ძაღლის სერია პირველი და გავეშვით. მე ფასექსა, კაზანჯა და დიმო ვართ, რომლებიც არ დაგვასპოილერებენ კვირდებით. აქ რაღაცა ხდება. ხო არ იცით მეორე სეზონი რამდენი ხნის მერე გადაიღეს? რავი რა. აუ, გადაო. ის ქალი მოკვდა ბიჭო. საცოდავე. ნოცა ვინ ქალი მოკვდა? ის დეიდალიზაო, შეჩემა. ის რო ვლიდა. თაბაგარი. А где бензин? Больница лежит. Ратом? Დაჭრილია, მაგრამ ეხა უკეთ არის ნიმუშები. Бедная тетя Лиза. ბიზნა მარიცის. თუნდაც ხო იცი როგორ ტიპია მოვიდოდი. იქიმა თქვა, ჯერ მაგის ადგილიდან განძრევა არ შეიძლება. ეგრეთ ცუდად იყო? ნუ ორი ოპერაცია გავუკეთეს, 3 ტყვი არ მოუღეს. გადარჩა რა. აუ, გაგიჟდება, გადაო. როგორ იმგზავნა? მე კარგი. აი, ზოგადად ესეთი რამის დამალვა შეიძლება? ჩემი აზრით არ შეიძლება და სიტუაციას გავაცნე, რაც ცუდათაა და მე რა, ბიჭო. ის უფრო ცუდად არ გახდის მერე? ანუ რო დამარხეს ადამიანი და არის. წარმოიდგინე, უკვე ადამიანი დამარხეს, ბიჭო, აღარ არსებობს. ეს არის, რავი, ბოლო გზა, რო გამოიმშვიდობოს. რავი, ჩემი აზრით აი ესეთი რაღაცა ხო არ უნდა იმალებოდეს პლასტიკს. რავი, ანუ მე რა, კაც სუდად როა და ადგომა არ შეიძლება. რა ვიცი ხა, ადგომით არ მგონია დაჭრილი ადამიანი, რომელსაც ტყვეები ამოუღეს, მოკვდეს, ხო ეგრეა? როგორც კი დამირეკი, მაშინვე წამოვედი. თქვენ ასე გქონთ კომენტარებში დაწერეთ. მაინტერესებს თქვენი ხო, შეგიძლია უკრაინაში აღარ დაბრუნდე. აქ შემეძლეთ უნდა ეთქვათ. მართლა? ლექსორა ბედნიერება. ჩუნაც სხვილი. Когда его выпишу? ამ დღეებში გამოწერენ. გააჩნია ექიმი დასაწყისში. А нахуй შეიძლება? თან ამ დღეებში გამოწერენა. კარგად არის მასალა. არ წავიდე, თვითონში არ წაუქციოთ საწყალდეზე. აბა სხვანაირად როგორ იქნება, დავიდოვიჩი? აბა სხვანაირად როგორ იქნება? ამას ვარ. შაშიდუ ფუშენი მე რა მინდა ფანჯისე ეგეთი არაფერი არ მინახია რა აბა გეყოფათ ახლა ის ადილეთ ოპა გლაზოკები სულ უნდა წაგოშო ბრო ძალიან ეს გლაზოჩკები რა კიდეზე შეწვი აბა კარაკი არ მქონდა და ხო იცი არ ეს კარაქში მივასება მართლა იცი რამდენი რამე არ მიყვა
რამდენჯერ უნდა გითხრა? ნუ შეწვალ რა ამ ზეთით რა. მოგეტანა ბატონო კარაკი და კარაკზე მოგეტანა, საიდან უნდა მომეტანა? ზურგო შვილო, არ შენ გიყვარს ზეთი? როგორ არ მიყვარს? მოდი ნახე ეგ რა გემრიელი ეპოკაცია. ნახე. პირველად ნახე ადამიანს ეჭამდოს კვერცხს. ვაი სალათა და რა ხდება ძმა? ბარემ ხელით ეჭამა. ე ახლა მაგარი მანქანა ყოლია ხო იცი? აბა მე რა გითხარ? და მაყუთიც აქვს ხო? სულ ცოტა $70,000 მოგითხარია რა ბინას ყიდულობენ ვაკეში მე უკვე მიცემულია მერე შენ რა იცი რომ დანარჩენი ფული სახშია? კარგი რა ზურა და შეის ვიცი სად აქვს შენახული მაშინ ნაღდაც უნდა გავწეწოთ. ფინა მე და შენ ჰა? არა რატომ მე და შენ? ჩემ ძმას ვეთყვი. კრაპივას და ფანაჯოს. მაშინ თქვენ სამნე იყოფით მაგ საქმეს მე არ მინდა არ გინდა და ჭამეს ზეცა შემწვარი ერბო კვერცხი. გიჟია ჩემი ცა. ანუ ეს რა კაცია ნაკოლი მისცა. და მე არ მინდაო. ოპა. ბიჭო დაუშვიეს მარჯვენა მხარე დაბლატო. რა დაგემერთა შეჩემისა? ლობუსე გაიჩიტა. რა სირული სლოგანია? ვინ მოიგონა? რა ვიცი, გაიგებ? ო, კარგი ეგრე. ილომ ნახა? არ ვიცი. აქ არის ილო. ო, წამოდი უთხრათ. შენ კიდე რა გამიტრაკე საქმე? იმ ოთახშია, მიდი და უთხარ. რა ნერვებზე ხარ? სულ ყველა რა მოგივიდა? მიდი რა. არჩევნების საბათ სულ გააკეთე. ბატე, ეს იდიოტობა უნდა დააწეროთ იმ პლაკატზეც. ხო პოტენსთან არის შეთანხმებული უკასრავად ბატონი ილო აქ არის? გაგნებავთ? ჩვენ მონტიორები ვართ ჯიგარჯანი. ეს კაცი რამდენ ფილმშია ბიჭო, უკან რო უდგას ამ კუდიანს და ყველა ფილმში ესეთი როლი აქვს. დიდას გებისები. ბატონი ილო თქვა მოდით საქმეა. ეს თქვენ ხართ შენი სახელი? სურენ. ეს ჩემი ძმის სულია აშაკა. ეხლავე სურენჯანი. მაკა მიდი ილოს უთხარი მანტორები მოვიდნენ. დეგენერა. ნე. შენ ბიჭო, ძილობა სულ დაკარგე? რა იყო ვეხუმრე რა? რა ეხუმრე? რამდენჯერ გითხარი თავი დაანებემეთ? სურიკ, როგორ ახლა ჯიგარ? მალობ ჯიგარჯანი. თქვენ როგორ ბრძანდებით? რა ქენ იშოვნე? აბა რა. აი ტელეფონის ნომერი დარეკამთ, ეგრევე გულსამგზე დადებეთ და აიტანენ რა. ფასი? როგორ შევთანხმდით ჯიგარჯანი? ხო, კარგი. ზუსტად ეხლა ესენი ჩაისვი მანქანაში. ბაზაში გაიარეთ და ტრანსფორმატორი აიტანეთ ოქროხანაში. აიგე? წავედით რა. მოიცა. ეს ტრანსფორმატორის ფულია. მან ცოტა მეტია, რაც დაგჭირდა ბენზინი ჩაისხი. სურიკ, ტრანსფორმატორი ხო არ წესრიგში? წელი არ გამამჭრა, აი? ილოჯან, ხო ვიცი ეგეთი რამეები არ მეშლება. კარგი ტრანსფორმატორია, ზეთით შიგარი და ყველაფერი. დღესვე დავამონტაჟებთ რა. კარგია, ესეც შენი 270 ამომრჩევლის ხმა კოტე მოსხისთვის. ზია? შენ ბოლომდე დარჩი იქ, სანამ დენი არ ჩაირთვება. კარგი? მოგეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. რომელი წელია? ეს იქნება ალბათ 2004-5 რა. 5 იქნება უფრო. ვიდეოს ხარი წაბეთ. 3 დღეა სახში არ მოსულა. საქმეები მაქვს. ვიცი მე შენი საქმეები.
იმ ნაბოზართან გდიხარ დღე და ღამე. მაინც ახლა არ დაიწყო რა. საქმეზე ვარ მოსული. რა საქმეზე? კაროჩე მაგარი საქმეა. ოღონდ ცალკე უნდა გელაპარაკო რა. ეხლა ამსალია. ოქრო ყანაში მივდივარ მანტიორები მინდა. ბიჭო, სალაპარაკო მაგ მეთქი ვერ გაიგე? 2006 წელი. მანქანაში მელაპარაკე. მალე ჩამოვა. 6-ში არის გადაღებული მეორე სეზონი? მისთვის მერე გადაიგე. აი ხნის მერე გადაუღია, შეჩემა 3 წლის მერე. ნახდათ 2003-ში პირველი სეზონი, ნახე რა პლასტაკს. ეთერში 2003 წელს, კი. მაცა მეორე სეზონი 2006-ში არა, იმაში. 2004. 2005-ში იყო მესამე და მეოთხე იყო 7 წლის დაგვიანებით. პაპა, შენო, საერთოდ ვისია ეს ბავშვი? ხალბატონო, გაიყვანეთ რა ეს ბავშვი რამე გადაგემართა, თქვენ დალოცვილებო, დავაცადეთ რა მუშაობს ეს ხალხი. ეს ბავშვებიც მარიძეთ აქედან. ახალხია გასო. თქვენ არ ჭიდებთ, გაგუშვით რა უფროს. რა იყო თქვენ კიდე შუთვიანები ხო არ ახარ? დაღამებობდეს გარაში მინდა შენ. ხო, ბოვა, მიდი. იზა ჩემო, შენ აქ არავინ არ შეუშვა, ხო? მიდი ქულო, მიდი. დავსტობლებ და მოვა. მე აქ არა ვარ. აი კაცი. Przepraszam. Czyli pirmiczamy. ბიჭო რამაგრად გავსეხარ გავგიჟდე პლასტიკს მითხარი რომ ძალიან გავს აბა ვის ხალხო ეგრევე დაწერეთ კომენტარებში ვის აი ეგრევე მიხვდებით ცოტა მინიშნება მომე რა სადღაც პლასტიკს გაგინებ ხა პირველი ვინ გახსენდება რა უყურებ გადაობას არ ვამბობ ოღონდ კაცო არ ვიცი გადაობ შეჩემო ბრიგადა ის ერთ-ერთში არ არის? ეხლა როგორ გავს ბიჭო? ბჭოლა ხო? რა სერიალში რა ხო ბჭოლ ისადა აგერ მესამე ეგა აი ბჭოლკინ ხო? აი ბჭელა როგორ გავს ბიჭო არ გავგიჟდე ძმობას გაფიცებ როგორ გავს შეხედე ბიჭო როდემდე უნდა იყო ეგრე როგორ ეგრე? როგორ და გაღლეტილი რას ბოდავ რა გაღლეტილი ჯერ გურამა ჯუნიორიას უყურებდი ხელებში ეხლა კოტე მესხს ხვალ კიდე ვიღაცას მე არავის ხელებში არ უყურებ შენ ლაწირაკო ვირიშვილი და ვაფშე რასაც შოულებ ჩემი ტრაკით შოულებ და დამიწყო აქ ჭკუვის სწავლება მე ან გავს ბიჭო რა იშოვე ბენზინის და პულის ფული არა ეგ ნაბოზრები მილიონერს თუ ეხავენ შენ კი მადლობელი ხარ კაპიკებს თუ გადმოიგდებენ ეხა მოკეტე თორე დაგაკერებსო ღონიერი ხარ რა ღონიერი ხარ შენ ჩემი ნერვების მოსათხრელად ხარ მოსული კაი ხო დაწყნარდი ხო გითხარი საქმეზე ვარ მეთქი მოსული
თქვი ეხა თუ რამე გაქვს სათქმელი კაცო. საზახო იცი შენა. ბაჭიას რო ვეძახით რა. მაგის მეზობელია ერთი. მანგარი ახო არის ფაშისტი. მოსკოვიდან ახალი ჩამოსულია ჯიპი დიჯითება. ფოჩი რაღაცას ჩალიჩობს. ბიზნესმენობს რა ბიჭი. კაროჩე სახში მარტო დედმა მაყავს. არც ცოლი, არც შვილი, არც ახრანა. ეს მის? რა უნდა მესმოდეს? ადვილი გასაწეწია. მერე? შენ და ბაჭი აპირებთ მაგის გაწეწვას? არა შეჩემა რა ბაჭია. პოსა მაგის სახელიდან კარგად შანს რა. კრაპივას უთხარი. იმან ბანაჯოს ამოვიყვანო. რაღაც სხვა წაიღოს წილი. შენ ვიცი გამკეთებელი ხარ. თანაც იარაღის წარების უფლება გაქვს. მინდა ეხლა მე ნიშნი ხალხი. ვა. შენ ძმაო გაგირეკია. დიდ მაყუძეა ლაპარაკი. დიდ მაყუძზე კი არა, დიდ სროგზე. რას როგზე ხარ გაგიჟდი. შევდივართ, შულს ვადებთ იარაღს, მშობლები ყველაფერს ფქვავენ. ეგ არის და ეგა. ეგ დებილმა კრაპილმა მოიგონა რა. მაგას ამიშველობა. მეცა წინააღმდეგობა რო გაგიწიო რას იზამთ? ეს რით? ტრუპს აიკიდებთ? თუ ეგ საქმე მე უნდა გავაკეთო. რა ტრუპიე? შეშუცო სახში შუბლზე იარაღი მიადო, რას იზამ? შუბს დაიწყებ. მეზობლებს დაუძახებ თუ დაღლობაში გაიქცევი. და გენძლავები რო ადგილიდან არ გაინძრები, ოღონდ არ მოკლან. კაროჩე ჩემთან ხარ თუ არა? ქათამს მეტი ტვინი აქვს თავში, ვიდრე შენ და კრაპივას ერთად. გეკითხები. ჩემთან ხარ თუ არა? ბოზი ვიყო რა. შენ ეტყობა პარაშა მოგნატრები. შენ ჩემი ძმა ხარ თუ უბნის ინსპექტორი თო? ჩემი ძმა რო ხარ, შესირო, იმიტომ გეუნები. რისი გამკეთებელი ხარ შენ, კრაპივა და ბაჭია ძალიან კარგად ვიცი. მურტალი და შარიანი საქმეა ძმაო. სამივეს გაკტისკავენ და კაცის სოდვასაც აიკიდებთ. ვინ არის ბიჭო კაცი? მე მაგის გაღორებული დედაც ჯიპები, რესტორნები, საუნაში ორ ჩათლახთან ერთად გულაობა, მაგათ ყველაფერია რა. მე კიდე სიგარეტის პულს ბირჟაზე უნდა ვთხოვილობდე. და გოგოს რომ ნაყინი უყიდო, იმის ფულიც არ უნდა მქონდეს. მებია მაგისამ რა. იმ ბოზანდარა მაგირია რა ტვინი. ფულებს გთხოვს არა? გეუნები დროზე შეეშვი მაგას თორე დაგენძრევა. ეგ შენი ტრაკის საქმე არ არის. შენ ბოლო სიტყვა მითხარი. ეგ სირობა ამოიგდე თავიდან. თორე მეორე თუ წახვედის როგზე, მე ვეღარ გიშველე. ეგ არის ჩემი ბოლო სიტყვა. მე მგონი მართლა უშოვეთ კოტემის ქსურა 75. ორ კვირაში რაც შევძელით ჩვენ და რა თქმა უნდა თქვენმა ორგანიზმმა ყველაფერი გავაკეთეთ ბატონო ბიძინა. ხვალ გაგწერთ. არაფერი განსაკუთრებული არ არის საჭირო, მხოლოდ რეჟიმი უნდა დაიცვათ. მკვეთრი მოძრაობები, ძიმების აწევა და სირბილი უნდა გამორიცხოთ. სიგარეტი? ფილტვის გამჭოლი ჭრილობა გქონდათ ბატონო ბიძინა. შეხორცების პროცესი ჯერ არ არის დამთავრებული. როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ ფილტვებს ნიკოტინი მოუხდება? ეს მომკლავ ხელება მაქსიმალურად შეიკავეთ ხელები. ნუ კიდევ შემთხვევაში თუ გრძნობთ რომ ვეღარ იკავებთ, მოუკიდეთ და რამდენიმე ნაფაზი დაატევთ. ოღონდ იცოდეთ. მთელი დღის განმავლობაში უნდა გამოგივიდეთ მხოლოდ ერთი სიგარეტი. ერთი სიგარეტი? მაქსიმუმ ორი. ღვინო? იმ ცნობილი ანეკდოტის არ იყოს. ხვალ რომ გაგწერთ, მოვლენს ვაკაცები, ატყდება სმა, აბიზადება. კითხავენ რატომ არ ასვამო? შენ ეტყვი ექიმ ამიგზავნა და იმიტომ ისინი გეტყვიან ერთი მაგ ექიმის ოხერის დედაც ასე და ისეო. ამიტომ ზომა. ყველათ რომ არ გაგინებინოთ თავით, დალიეთ ბატონო. ოღონდ ზომიერად. ეგ ზომიერად რამდენია მე არის? 3-4 ჩიკა. აბა ეხა. ამ ყველაფერს. აბა ეხა 3-4 ჩიკა. აბა ხვალამდე. იმედა სპაშება, ხომას შემოვიჩი. დიდი მადლობა. Обязательно встретимся. აბა შენიც. კარგად ზამდებოდეთ. ნახონდეს. რა სიგარეტი? თქვენ ხო არ ეწევით? ვერთობი რა. მატრაკეთ. სვეტეჯა? სვეტლიჩო. როგორ არის ტიგრ? კარგად ბატონო ბიძინა. ნაშები არის აკიევში.
ой, ბევრი. კლასი. ხوار დამგაზეთ. მაგრამ არ შეიძლება ბიჭო, ხო იცი? პროფესიონალია. ა? ვა! კეთი? კოსაც შევხვდით ერთმანეთს. ესენი ჩუმ-ჩუმად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს აქ. ჩემთან პალატაში. ხომ არა ჭუია? არა, უბრალოდ პროფესიული ჩვევა. გამარჯობა ეს გეთქვა ადამიანი. სვეტარი დიდი ხანი აღარ მუშაობს. კიევში. გამიგიჟა ეს მაგასები. Нет, что вы? Мне еще покойные тети Лиза говорила. Что? Как покойная? Раза мусрებს? Извините. ბიჯინა, მოკლედ ასე ვიფიქრეთ, რომ დროის მოგთან. 20-ში. ინსულტი იყო არ უწვალია. Меня ждет господин Зираги. Да. გამარჯობათ, ბატონოუჩი. მოგესალმებით, ბატონოუჩი. როგორ გიკითხოთ? ღვთისმწყალობთ, თქვენს ხომ მშვიდობაა? თუკი ამას მშვიდობა ქვია, კი ბატონო. დამზადე. საოცარია პირდაპირ. როგორ გავხარ საწყალჯემალს? ის იყო უფროსი თუ თქვენ? მე. ოისა ბიჭო, ეს ვინაა, კაცო? იმან თავი დაიბრიდა. იმან თავი დაიბრიდა, კაცო? მაგის ძმა არის, ტყუპი. შემეშვი. 7 წუთით. მანქანაში რო დაიბრიდა ხო, შეჩემე თავში რო ისროლა. პირში რო შეიდო, იარაღი და ემეიბუტა. აი სცენა და გამდე ჩემთვის გა. საწყენად ნუ მიიღებ, მაგრამ ჩვენ თითქმის ყველაფერი ვიცი თქვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ დღეს მოსკოვში მყოფ ქართველთაგან ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი ბრძანდებით და სწორედ ამიტომ გთხოვეთ მოსულიყავით. გისმენთ. საქართველოს დღეს სწორედ თქვენისთან ადამიანები სჭირდება. ღმერთმა ყველანაირ ბიზნესში ხელი მოგიმართოთ, მაგრამ როცა შენი ქვეყანა გასაჭირშია, როცა სამშობლო გეძახის ყველაფერი უნდა მიატოვო და გვერდში დაუდიო. სამშობლო მარტო განყენებული მცნება როდია. ის ჩვენი მშობელი დედაა და როცა დედას უჭირს, როცა იგი ავადა, ყველა ხონე უნდა ვიხმაროთ და გვერდში დაუდიოთ. საჭირო წამალი მივაშველოთ და ფეხზე დავაყენოთ. და ჩემგან რას მოითხოვთ? ბატონო უნგერ, მე მიკიბულ-მუკიბული ლაპარაკი არ მიყვარს. ამიტომ პირდაპირ გეტყვით. თბილისში უნდა წახვიდეთ. იქ თქვენ დიდი საქმეები გელოდებათ. რა საქმეები? ახლა იქ არჩევნები იწყება და ჩვენი კანდიდატი უნდა გავიყვანოთ. მე რა შუაში ვარ. რა კი ჩემი პირადი ცხოვრება ასე კარგად შეგისწავლიათ? ისიც გეცოდინებათ, რომ მე პოლიტიკა არ მაინტერესებს. და კიდევ თბილისში ჩემს ძმას თავი მოაკვლევინეს და ულწრფელად რომ გითხრათ, იქით გახედვაც აღარ მინდა. ეგ ყველაფერი გასაგებია. თქვენი საქმეები კი მართლაც ძირფესვიანად შევისწავლეთ და გავარკვიეთ, რომ საგადასახადო სამსახურთან სერიოზული უთანხმოება გქონიათ. ისიც ვიცით, რომ თქვენი ბიზნესით ამჟამად მოსკოვის პროკურატურა სერიოზულად არის დაინტერესებული და გამორიცხული არ არის უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან უსიამოვნებებს გადაეყაროთ. მერე ის რომ თუ კი შევთანხმდებით, ჩვენ შეგვიძლია ეს უსიამოვნებები თავიდან აგაციოთ. რა უნდა გავაკეთო? დღეს საქართველოს დაღუპვის პირას დგას. კორუმპირებული ხელისუფლება მას უსყულისაკენ მიაქანებს.
სიტუაცია ისეთია, რომ ახლა ძალისმიერი მეთოდებით ვერაფერს გავხდებით. ამიტომ სხვა გზა უნდა ავირჩიოთ. საქართველოში ახლა წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პარლამენტში ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ხელსაყრელი კანდიდატები გავიყვანოთ. ამას კი ფული სჭირდება. მაგას მილიონები ჭირდება. ბატონო, თქვენ საკუთარ ფულს არ გულისხმობთ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. არჩევნებისთვის საჭირო ფულს ჩვენ თვითონ გაშოვნინებთ. ოღონდ ამისათვის თქვენი ჭკვა და გამოცდილება დაგჭირდება. სანდო ხალხი უნდა გამოძიბროთ აქაც და თბილისშიც. აქ კიდე ხო, მაგრამ თბილისში რომ არავის ვიცნობ. თუმცა არის ერთი. თუ საიდუმლო არ არის ვის გულისხმობთ. ახალგაზრდა კაცია, მზარდი ბიზნესმენი, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში ნამუშევარი. გვარი? გიგა. გაჩიჩილაძე. ძალიან კარგი. ჩვენ მაინც გადავამოწმებთ. თქვენ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? არა, რატომ? მაშინ დროებით დაგემშვიდობებით. დაგიკავშირდებით. ისეთი ოფერი გაუკეთა, რომ ვინ უჯდენი გახადა დედას ვისა. მაგრატი ხავს. ვაკითხა დაკავს. დიდი. Ладно, ладно, хорошо. Я тебя тоже очень люблю. Рогатый. Света, როგორ ახარ? Света, სადიღავი, მითხარი. Я тебе все расскажу. Так сперва подберем посуду, да? მე თვითონ მიყავი რა. შენ კი გაწირე მოსაკლავად. Лили, знаешь, меня хотели убить. Кто? У Шишроева. Помнишь Хатун? Парни, которые ее убили, были связаны с КГБ. Конечно, меня хотели убрать как свидетельницу. Это мне потом Бедина и Лексу объяснили. Они мне помогли выехать из страны. Вот я и уехала в Киев к тете. Доехала? Доехала, их всех посадили. Лексу позвонил. Сказал, что нужно приехать. Вот я и приехала. Света. Ай, Лили. როგორ შეუძლია თვალებში უყუროს ვაფშე? ან ნაკლია.
Hallo? Madonna? ერთი თუთით არ ისმის. Hallo? ო, გიგა, ონგერი ვარ. გისმენთ ბატონო ონგერ. ახლა გესმის? ეხლა ისმის. როგორ მზადდებით? გიგა. ეხლა შენ მათ საქმეა ხალხს ისწრებ და უნდა დამეხმარო შენი შეაზრებით. რა არის იცი? ერთი ინფორმაცია უნდა გადამიმოწმო ოღონდ მალე. გიგა, მე აქ გავიგე რომ ქარხანა ორიონს ხო აზრზება? კი. ხო. მოკლედ, ამ ქარხანა ორიონს რაღაც დიდი რაოდენობის პროდუქცია ჩაუწვა. თუ გამიგებ რომ ეს მართალია, შეიძლება კარგი კომბინაცია გამოგიდეს. რა პროდუქცია? რა პროდუქცია ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ მაგასაც გამიგებ, კარგი იქნება. კარგით. მოკლედ, დამირეკავ და ჩამო. კარგით. აბა კარგი. Лили, познакомься, это Гига. Привет, Лили. Света, ხალხი მახოს უხერხულია. აი ჩემი ვიზიტკა. და ამერიკა. ეგ ნახოთ, იქნება გავარკვიოთ ჩემი სამსახურის ამბავი. აბა როგორ მოეწონა? ვა, პიზდეცი და ანუ მოგწია. დღე შედიან ძმა? ხო, ბექა, ორი წუთი არ გააგრძელა. ის რაც ხდება ეხლა. რამე არ დაგოსპოილერო, დიმო, ისაც გაგინებენ კომენტარებში ყველა ვიდეოზე. მე რა ჩუვასი ვარ, ანუ. კარჩე რეალური ამბავი არის რა და გადმოტანილია სერიალში ეს რაც ხდება. აუ იდიოტები ბიჭო. დედა. აუ იდიოტები რა გააკეთეს. აუ რა ქნეს ხო არ გადავ. რა არის ბატონო გენო, რაღაც აღელვებული ჩანხებს. არაფერი ისეთი, იმუშავე შენ იმუშავე. ჩაის ხომ არ დალიოდით? ლიმონის გვაქვს. ჩაის კი დავლევდი ხომ იცი. პირი მაგამშრალ. შენ იჯექი კაცო. აგერ აფციაური ადუნებს. ეხლა დავიდოვიჩი. გინახავს კაცო, საკუთარ კაბინეტში ვეღარ დავჩერებული ვარ. ვინ აღარ დარეკა დილიდან, ქალაქის საბჭო გინდა, მშვიდობის ფონდი, პარლამენტის აპარატიდანაც დარეკეს კაცო. გაგიგონია ეგეთი რამე? ამიკლეს რა. რა უნდა ბატონო გენო? რა უნდა და დედი მაგით ისი რა. ბიჭო გუშინ დააკავეს ვინმე ლობჟანიძე. რომელიღაც შარაშკინა კანტორის სტუდენტი, დღეს რო უნივერსიტეტი ქვია. თავის მაგასთან ერთად დავითაშვილია მე მგონი. გზავრობდა არაფხიზელ მდგომარეობაში მარშრუტით. ესე იგი იგინებოდა, კიოდა, წიოდა, აიკულო რა, იქაურობა. და მგზავ ქალბატონს, რომელიც ჩასასვლელად ემზადებოდა. არ უჩქმიდა კაცო უკანალზე? იქვე მჯდომი პენსიონერი სოხაძემ მიუთიტა შვილო რა შვები ნუ იზა მამასო რა შენი საქმეო და არ შეაფურთხა ბაბუას პოლაკაც კაცო მერე მძღოლი ჩაერია იმასაც აგინა ესე იგი ფიზიკურადაც შეეხო მედად იქ პატრული იმყოფებოდა და მოათრიეს გაყოფილებაში და ატყდა ერთი ამბავი
ესე იგი, ერთადერთ მე მგონი საელჩოს არ დაურეკავს ამერიკის თორემ არ დარჩენილა საქართველოში უწყება, რომ ამ ვირიშვილის საქმეში არ ჩარეული იყოს, კაცო. არ გაინტერესებს ვინა მამამისი. კაზინო მეტროპოლის ფლობელი. გესმის რა ხდება ხალხო. ავტობუსის რას დადის? კაზინო მეტროპოლის ფლობელი. აუ, ვაბა, აკარი ნაცები ყავს ბიჭო. ეს ისეთი გაუფლილი შემოგვიყვანა. ვერა. ვა, ფეხი მოვიტეხე, გარდავიცვალე რა. კი, მაგრამ დავიდოვიჩი. არ უნდა მაგას დავიდოვიჩი რა. იცი რა? უთხარი უშლებ, მაგ ლომშანიძია თუ ვიღაც ოხერი, მაგრამ ხვა თუ თქვენს ცოლს უჩქმიტა ტრაკზე, ჩვენ აღარ დაგვირეკოთ ხო? ვოთ так. კი, მაგრამ ბატონო გენო, იქ ქალია მოკლული და ორი კაცია დაჭრილი. სადაგაცო, რაზბოდა? დავითაშვილის 7 ნომერში ამ დილით გაჩეჩილა ძეებს, ნიღბიანი ყაჩაღები დაესხნენ თავს. ოჯახს წინააღმდეგობა გაუწევია. ანტყდარა სროლა. სროლის შედეგად დიასახლისია მოკლული. მეუღლე და ვაჟიშვილი დაჭრილები არიან. სავარაუდოდ ისინი დაჭრილები უნდა იყვნენ. შემთხვევიდან ზუსტად 5 წუთში ავტოინსპექციას მთელი უბანი გადაუკეტავს. მანქანით იქიდან ვერ გავიდოდნენ. კი, მაგრამ ასე უცებ როგორ მოახერხეს? იმავე ეზოში ავტოინსპექტორი ცხოვრობს. ეგრევე გადარეკა თავისთან სამმართველოში. ბიჭებიც ეგრევე მოვარდნენ. ყველა გზა გადაკეტეს. დავიდოვიჩ, გული მიგზნობს. იქვე არიან სადმე მიყოჭულები და ჭუკები ვით გავს ყვანჩავთ. так, ნიჟარაძე, ქათამაძე. წაიყვანთ ბიჭებს, დაიწყებთ მოკვლევას, ადგილის დათვალიერებას. ზედმეტი ხალხი არ დავინახო იქ. და მეც 5 წუთში მოვალ. კინოლოგი დაგჭირდება ბატონო გენო. მე მოგიყვანთ. ოღონდ დროზე ხელი, გაიგე? თორემ თელ სამხილებს გადათელავს ეს უსაქმური ხალხი. რამდენი იყვნენ არ გახსოვთ? კი, როგორ არა. თავიდან ერთი შემოვარდა იარაღით. მამამ გააგდებინა. მე მეორე მამა დაჭრა ფეხში. მე მესამე მემესროლა. მერე? მერე დედასაც მოხვდა. და ბატონო გიგა. თქვენ წესროლით არა? კი. წესროლი. იარაღი რომ დაუვარდა, ავიღე და მისივე იარაღიდან ვესროლე. მერე? მერე ის მესამე შემოვარდა და მისკინაშვილი ხაჭავიჭო. არა ქალბატონო. თვალების წეცებას გირჩევნიას ეს გამიგე. ვიდეო ბიჭო, კაბუა? კაბუა ბიჭო. ხო არ გადაობ. კაბუა ბიჭო რა არა. კიდევ რამე დეტალი გაიხსენოთ, რომელიც დაეხმარება გამოძიებას. ბატონო გიგა მე. რასაკეთებ ამდენ ხანს? ჩამოსვით ორი დაიტანჯა ეს კაცი. და არავინ იცის რაც მოხდა. ლექსო. სულად მეორე სართულზეც და ქვევითაც. დაჭრილები არიან, შორს ვერ წავიდოდნენ. აი მე კედელზე რო სისხლია, ეგეც მაგათი უნდა იყოს. სინჯებს ავიღებ. ჭუკები ვით დავიჭერთ. აუ სად გაუშერა ბრატ, ლამისის ერთი კამერა რომელიცაც ეხავდა დაუმტრია შეჩები. მესამე სართულზე. რამდენია იმაგრან დაჭრილი? ძნელი სათხმელია, მე მგონი ორი. რახეთ ბატონო გენო? აი აქაც სისხლია. მაგრამ რა სიპოვე? ვერ ხედავთ რა ამბავია. так, ეზო, აიყვანე ორი კაცი. ყოველი სანტიმეტრი დაათვალიერე. ბეჭოია და გონაშვილი, თქვენი ხიდან მიყევით. ლეო, მე და შენ აქედან მიყავთ. გაიწიეთ ქალბატონო, ხო ხედავ რომ მუშაობ. ვინ არიან ესე? ო, გაი დასნარდი. ეხა გავგიჟდა. იმ კალს ყვენდა დედასვის. ლექსო, ქათამაზი გაგელი. ჩვენ ქათამაზი როგორ და
ნახე ლექსოს სისხლი. აი ნაკვალევი. ეთყობა ეს არმეისკი ბატიკები ეცი. აუ, ხედავ. საღო რექს. ხდები სადაც. სადაც ყველობა მოხდა იმის მოპირდაპირე მხარეს. ოპა Ина. ვინ არის? ქალბატონო, ჩვენ პოლიციიდან ვართ. რა გნებავთ? თქვენს მოპირდაპირე სახლში მკვლელობა მოხდა. ჩვენ დავალებული გვაქვს მეზობლები დავიაროთ და ვკითხოთ ვინმეს რამე ხო არ დაუნახავს. თუ შეიძლება კარები გაგვიღეთ, რამოდენიმე კითხვას დაგისვათ და წავალთ. მე არაფერი დამინახავს. არც სროლის ხმა გაგიგიათ? სროლის ხმა კი? დაახლოებით რომელი საათი იქნებოდა? 8 ან 9:30 ზუსტად არ მახსოვს. აი, იქნებ გაიხსენოთ. შეიძლება შემოვიდეთ, ბარემ თქვენს ჩვენებას ჩავიზერდი. შემოდით. თქვენ დაგდაგვალოთ. თქვენს გარდა არის კიდევ ვინმე სახლში? არა, მარტო მე და ჩემი შვილი ვართ. დამურეზო. უცნაურია. ყველობა ზუსტად თქვენს მოპირდაპირე სახლში მოხდა. როგორ ვერაფერი შენიშნეთ? ან სროლის შემდეგ მაინც არ გაიხედეთ გარეთ? მე ისე მეშინია სროლის ფანჯარას როგორ მივეკარებოდი. უკაცრავად თქვენი სახელი? ვიოლა. ქალბატონო ვიოლა. სროლის შემდეგ თქვენ სადარბაზოში რამე მოძრაობა ან სირბილი ხომ არ ყოფილა? არ გამიგია. და სადარბაზო ხშირად ირეცხება? ადრე დამლაგებელი ყავდა, ახლა მე მიწევს პლაშატკის მორეცხვა. არა, მე იმიტომ გეკითხებით, რომ სადარბაზოში ზუსტად თქვენ კართან სისხლია დასხმული. სისხლი? მე არაფერი შემინიშნავს? ხომ შეიძლება თქვენთან თქვენ შულს ხელი გაგეჭრათ? ხომ ხდება ხოლმე? არა ბატონო, არც ერთ არ გაგვიჭრია ხელი. ესე იგი სადარბაზოში არაფერი შეგინიშნა? არა. არც თქვენ შულს არაფერი დაუნახავს? არა, მაგას 12 საათამდე ძინავს. ესე იგი ახლოს ძინავს? არა, ჩოჩხოლი რო ვატყდა გაეღვიძა. მაინც დაველაპარაკებ იქნებ ის რამე. ხომ გითხარით არაფერი არ იცის მეთქი? არა, მაინც გამესაუბრე. აიდან იცი რო არ იცის. კი ბატონო, გაესაუბრეთ. როგორ, ვაფშე არაფერი გაგიგონია? მე ძინა მეთქი, ხო გითხარით რა? კარგი, გიგას იცნო? გამარჯვებას ვეუბნები, სხვა არაფერი. ისე როგორი ტიპია? რას ამობენ უბანში? არავისთან არ კონტაქტობს. თავის საქმეებზე მიდის და მოდის რა. დაახლოებით როდის მედის ხოლმე? 9-ზე. მართალია, მაგრამ შენ საიდან ეს? შენზე მითხრეს 12 საათამდე ძინავს. მეცა ეგ ვინ გითხრა? დედა შენია. ზოგჯერ 12-მდეც მძინავს ხოლმე რა, არა მაქვს უფლება? დღეს რომელ საათზე გაიღვიძე? ხომ გითხარით ჩოჩხოლი რომ ატყდა გავაღვიძე, ჩადი გაიგე რა ხდება მეთქი? ჩახოდე? ხო, მაგრამ მალე ამოვედი რა. მარტო ამოხოდი? მარტო ამოვედი, აბა ვინ უნდა ამომეყვანა? კარგად გაიხსენე. ხო, რას გადამეკიდეთ? მარტო ამოვედი მეთქი. აბა რა სისხლია პადიეში? არ ვიცი. ზეჩენ კათან არის სისხლი. არ ვიცი მეთქი, აზრზე არა ვარ, მამა. ამ ფარდას ასე ვარხო ხოლმე რომ მეტი შუქი შემოვიდეს. რატომ ხელავთ ქალბატონო?
მაგრამ ფარდის შესახებ არაფერი არ მეკითხავს. რა ვიცი, ვიფიქრე დაინტერესდით. ისე მართლა საინტერესოა. ამდენ წვალებას უბრალოდ გადაწევა არ ჯობია. ეს რა არის? გაიგდი ადგილზე. ეს რა არის? შენ გეკითხები, ოღონდ ყუილების გარეშე. რა არის ეს? ვისი სისხლია ბიჭო? არ ვიცი რა. ვისი სისხლია ბიჭო? შვილო, უთხარ თორე მოკლანე. ვისი სისხლია? ამდენი კაცია შემოვკლა? ზაზა, მომისმენი? მე მჯერა რომ შენ მაგის გამკეთებელი არ ახარ. იმათ ჩაგითხრე ეს. აი აქ შენ ბინაში დაიგეგმა ყველაფერი. ხომ ასე? ეხლა კრაპი ვაგვე დაასახელა. თუ გინდა რომ კანონის ფარგლებში რამენაერად დაგეხმარო, მითხარე ვინ არიან დანარჩენები და სად იმალებიან. ისმის? დამეჯერე შენთვის ასე აჯობებს. ანგელოზივი ქალიც გვერდში. როგორა საქმე? ყველაფერი გავიგე, დავიდოვიჩ, საქმე გახსნილია. ყველანი აქ არიან. სად აქ? სახლის შერდაგზე. ნაღდია? 200%-იანი. ეზოდან შემოდი. საიდან ეძახის ხდება? გაიგავდებით, ბატონო. ისე რა ხდება? ამით კარებს შევამტრო დავიდოვიჩ. ბიჭები შეცვლიდებიან და წამში განვაიარაღეთ. აც დავით, დიდი რისკია. იქ რაპივა მძიმე დაჭრილი. მისმინეთ. მე კენოლა შავდია. ზოგიერთი თქვენთაგანი კარგად მიცნობს. გესმით ჩემი? უბანი მთლიანად გადაკეტილია. სახურავებზე სნაიპერებია. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. კრაპივა! სანამ სულ არ დაცულ ხარ სისხლისგან, დაღარეთ იარაღი და გამოდით. შავდია, მაძლევ სიტყვას რო არ გვესვრიან. სიტყვას გასწრებ. იარაღი იატაკზე აწვია და გამოვდივართ. საინტერესო და მორჭა. არხი გამოიწერეთ ხალხო, უეჭველი ყოველ კვირა დაიდება 4 სერია. შეგახსენებთ ამ კვირაში დადებულია 2. შესაბამისად, კვირა დღეს დასვენების დღეს 2 დაიდება დილით და საღამოს ბონუსი. კარგად იყავით.